საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს ორშაბათია, 8:09 და როგორც ყოველთვის ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი. და ჩვენ უკვე უცვლელი წამყვანები ამ გადაცემის მე გიორგი ლომია და ბატონი გოჩა ჯოჯოა. და მეორე ნაწილში შემოგვიერთდება კიდე გიორგი ფოფხაძე. თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დაარეკოთ პირდაპირ ეთერში, გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იქნება რამე ისეთი გვითხრათ, რომ რაღაც ნათელი წერტილი დავინახოთ თუ როგორ გამოუძვრეთ ამ მდგომარეობიდან ჩვენს და ქვეყანას. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გავცვლით ჩვენს აზრებს და ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება ჩვენ თემას არ ეხებოდეს, თქვენ გაქვთ უფლება დაარეკოთ და ნებისმიერი კითხვა დასვათ ან მოსაზრება გვითხრათ პირდაპირ ეთერში. ვინც რადიო მიმღებით გვისმენს, მათთვის ტელეფონის ნომერი არის 557885588 და ტელემაყურებელი კი ხედავს ტელეეკრანებზე ამ ტელეფონის ნომერს. ბატონო გოჩა, მე მინდა გადაცემა დავიწყო. მე ვფიქრობ აქტუალური თემით, ოღონდ ეგ შეიძლება ჩვენ მივიღოთ როგორც პრობლემა ქვეყნისთვის და არა როგორც გამოსვლა ან ამოსვლა ამ პრობლემიდან. იმიტომ რომ მე ახლა ბოლო პერიოდში ვაკვირდები თქვენს დარწმუნებული ვარ და ჩვენი მაყურებელიც, რომ სამთავრობო არხებზე სულ გადის პროპაგანდა მთავრობის სასარგებლოდ და კერძოდ აი თუნდაც ავიღოთ ეს წულუკიანის კომისია, სადაც ასამართლებენ და ცდილობენ რომ წამოწიონ ძველი საქმეები და მე რომ მკითხო თუ კიდევ ერთხელ მორიგი მონაწილე იმ პერიოდში იმ საქმეების არ მოგვიყვება დღეს იმ საქმის შესახებ ჩვენ რა დაგვავიწყდა არ გვახსოვს ან თუ გაგვახსენებთ რა უფრო მეტად გაუბრაზდებით ვიდრე ვიყავით გაბრაზებულები ვიდრე ვართ ან თუ კი ვიყავი გაბრაზებული და დღეს ცოტა ასე თქვა ჩაცხრა ეს გაბრაზება და შენ ცდილობ ისევ გააღვიძო მე ხო მესმის რომ ეს თქვენს ინტერესებშია ამ გაბრაზების გაღვიძება ანუ ეგ კარგად გვესმის მეორე მხრივ ეს ეგრეთ წოდებული პროდასავლური ოპოზიციური არხები მუდმივად ატრიალებენ სასამართლო პროცესებს და ასე შემდეგ რაც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არის და არც ერთი მხარე არ საუბრობს არც სოციალურ თემებზე, არც ეკონომიკის ზრდაზე, ოღონდ რეალურ ზრდაზე, მე არ ვამბობ ზრდას ქაღალდზე, იმიტომ რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ რეალურად თუ კი ეკონომიკა მზარდია ქვეყანაში, ადამიანს ეს ეთყობა, ქვეყანას ეთყობა ეს, ხო არ შეიძლება ეკონომიკა მზარდი იყოს, მოსახლეობა უფრო ღარიბდებოდეს, ფასები უფრო იწევდეს და ასე შემდეგ და შენ ამბობდი რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში. ეს ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ მე მგონი ბევრი მოქალაქე და მაყურებელი დამეთანხმება, რომ ეს ყველაფერი კეთდება, რომ ძირითად პრობლემას მოგწყვიტონ და სულ სხვა მიმართულებით წაგვიყვანონ. მე ასე ვფიქრობ. გეთანხმები რასაკვირველია გიორგი, იმიტომ რომ არა მარტო მე გეთანხმები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად იყო კიდევაც თუნდაც ჩვენსავე გადაცემების დროს, როდესაც ადამიანები სწორედ ცდილობენ მოგვაბრუნონ და იმ პრობლემებთან მეგვიყვანოს, რომელი პრობლემაც ამ ყველაფრის მიღმა ჩანს, მაგრამ ჭირი თავს არ დამალავს, ხო, რაც არ უნდა უმალოთ, ეს გინდა თუ არ გინდა ესეა. და თანაც ყველაზე მთავარი რა არის? ყველა ვხვდებით ერთ რამეს, რომ ახსენი შენ, რომ პროპაგანდისტულია ანუ გადაცემის ტელევიზიაში გამოტანა იმ პრობლემატიკის, რომელიც ჩვენ სულ ყველას გავლილი გვაქვს, ხო, მათზე თუა გათვლილი, რომ აი თავიდან რაღაცა რეაქცია მიცეს, გავიგეთ, კი ბატონო, მით უმეტეს მე როდესაც ამას ყველაფერს აკეთებ და თან იმასაც დააყოლებ, რომ იცით რა გამომდინარე იქიდან რომ თურმე საქმის მასალების შესწავლა რაც დავიწყეთ ეს ესე უცბად ვერ მოხდება რაც შეგფირდით ამ ნაცმოძრაობის როგორც პოლიტიკური პარტიის გასამართლება რასაც ჩვენ წლების წინ ვითხოვთით და აღმოჩნდა რომ თურმე ჯერ არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ და ამიტომ გამოდის რომ ეს ყველაფერი ყველა ხვდებით ამას რომ წინა საარჩევნო პერიოდისთვის მიმართულია მხოლოდ ერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს რომ ადამიანებს ისევ თავიდან გაახსენონ ის რაც იყო რომ მე მათზე ადვილი იყოს მანიპულირება და ისევ
საუბარი იმაზე, რომ აი ხომ ხედავთ ისევ ნაცმოძრაობა, რომელიც დაიშალა, კოლექტიური ნაცმოძრაობა, თუმცა დღეს ამბობენ, რომ არა ისინი ვინც გაიშალნენ, თითქოს უკვე სხვა პარტიები არიან, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ ასე ყველას ერთად მოქცევა შეიძლება. ყველა ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის მაშინ გამოდის, რომ შეიძლება არჩევნების მიღმაც დატოვო, საერთოდ გაანადგურო, აკრძალო და მე აღმოჩნდება, რომ ერთი პარტია დარჩები მარტო შენ და მე შენ უნდა დაშალო ეს პარტიები. მეორე მხარეც აქვს ამას. ეს ზარია ეთერში ზარს მოусმინოთ. შემოუშვით ზარი. საღამომშვიდობის ისაუბრეთ. ბატონებო, ახალს არაფერს ვიტყვი. ყველა ნორმალური ადამიანმა იცის, რომ კომუნისტური პარტიის მემკვიდრე იყო მოქალაქეთა კავშირის შევარდნაძის მეთაურობით. მოქალაქეთა კავშირის მემკვიდრე არის ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის მეთაურობით. ნაციონალური მოძრაობის მომკვდრეთი ოცნება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. ეხლა ამიხედრდებიან ოცნების მხარდამჭერები, რა თქმა უნდა, მაგრამ ბატონებო, გადახედეთ და ნახეთ, ვინ არიან ოცნების რიგებში. 80% ნაციონალები და უფრო მეტიც კი. თუ ჩემი არ გჯერათ, აგერ უყურეთ ოცნების მიერ შექმნილ საგამომძიებულო კომისიას, სადაც დაგარალებულები პირდაპირ ამბობენ, რომ პროკურორმა რომელმაც დამიჭირა, დღესაც თანამდებობაზე გამომძიებელი, რომელიც ჩემ საქმეს იძიებდა, დაწინაურებულია. ადვოკატი, რომელიც ჩემ მხარე უნდა დაეჭირა, პროკურატურის ინტერესებს იცავდა და დღეს ისიც დაწინაურებულია. გაიხსენეს უნივერსიტეტის ამბავით, რომ პროფესორები ჩაუკეტია თურმე აუდიტორიას. კი, მაგრამ ის პროფესორები, ვინც ჩაკეტა, დღეს სად არის? ქუთაისში ივანიშვილის აშენებული უნივერსიტეტის რექტორია. კიდე რამდენი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ასეთი, რომ მათ ძალიან ბევრი საერთო აქვს და ყველაზე მთავარი რაც აქვს მათ საერთო მიზანი, რომ რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ ქვეყნის სათავეში. და ეს კი არ სჭირდებათ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის იზრუნონ, არამედ თავიანთი პირადი ინტერესები რომ დაიცვა. ხოცები ამას ახერხებდნენ ძალადობით და პირადი ქონების და სახელმწიფო ქონების მითვისებით. ოცნებამ ძალადობაზე უარი თქვა, ეს გასაგებიც არა, რადგანაც სააკაშვილის ხროვა იმიტომ მოიცილეს ეს ძალადობა რო ქონდა გეგმაში. ხოლო რაც შეეხება პირად ქონებას, ვერ ჩამოართმევდა, იმიტომ რომ ესენი რომ მოვიდნენ, ნათებს ქონდათ მთელი ქონება და მათ ხო ვერ ჩამოართმევდნენ. ასე რომ ხალხო ცოტა უნდა დავფიქრდეთ. რა მდგომარეობაშია მთელი ქვეყანა, ვერც ქვეყნის გარეთ და ვერც ქვეყნის შიგნით მდგომარეობა, როგორც საქმეო მდგომარეობაში გვაქვს. მართალია ოცნება თავს იმართლებს, რომ ზეტოლა გვაქვს, მაგრამ ბატონებო, როგორ ფიქრობ, სხვა სახელმწიფოების მეთაურებს ზეტოლა არა აქვს, მაგრამ ისინი მაინც ახერხებენ ნორმალურად მართო ქვეყანას. იმიტომ რომ თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს და ჩვენი მთავრობასავით 180 გრადუსით აქეთ-იქით აღზრიალტრიალებენ. საზოგადოება კარგად უნდა დავფიქრდეთ, გამოსავალი უნდა მოვიძებნოთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. კი ბატონო. თუ გადავხედავთ, რაც მოხდა 33 წლის განმავლობაში, რეჟიმს თვლიდა პოლიტიკისგან, აი ამათი პოლიტიკისგან უნდა განთავისუფლდეს პოლიტიკური ველი და უნდა მოვიდეს ეროვნული მთავრობა აუცილებლად ქვეყნის სათავეში. თორე ამას თუ არ გავაკეთებთ ჩვენ აი ამ უახლოეს არჩევნებზე, ისოდე ჩვენი მომავალი მთავრობა სამთლებსაც კი არ დაგიძებს, ისე შეგვაჩვენებს. კარგად გრძელდებოდეს. დიდი მადლობა ზარისთვის. ჩვენ გავაგრძელოთ ბატონო გოჩა, თქვენ ამბობდით რაღაც, მაგრამ მე ასევე მინდა რომ ცოტა ესე ვთქვათ ჩავერთო თქვენს ნათქვამში. მე ვფიქრობ, რომ ხალხი ამ კუთხით ხალხიც არის
ამ პროპაგანდის თანამონაწილე, მოდი ასე ვთქვა და თანამონაწილე, როდესაც ხარ, პროპაგანდას უფრო ადვილად აკონტროლებ და მართავ. პროპაგანდა ხო არ არის მხოლოდ მე ვთქვი და დაიჯერე. მე რო ვთქვი და დაიჯერე თუ არა, ამის გადამოწმება, ამის კონტროლი, ამის გაძლიერება, ეს არის რეალურად პროპაგანდა, თორემ მარტო ლაპარაკი და ერთხელ შეიძლება ადამიანმა თქვას, ოღონდ ვინ ამბობს, როგორ ამბობს, მერე გადამოწმება იმისა, როგორ იმუშავა ამ პროპაგანდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის მთელი მექანიზმი, მთელი სისტემა, მაგრამ ხალხს რატო ვამბობ, რომ ხალხია ამ შემთხვევაში ხალხია თანამონაწილე. მე არ მინდა ვთქვა დამნაშავე ამ იმაში, თანამონაწილეა და რატო? ხო ჩვენ რაზედაც ვსაუბრობთ, ხო, ერთის მხრივ რაღაც კომისია, რომელიც 12 წლის კი არა, რამდენი წელი გავიდა უკვე, ხო? ანუ გამოდის რამდენი 17 წელი გავიდა. 17 წელი გავიდა, 17 წლის წინანდელ ამბავს იძიებს ეხლა, როცა მას 12 წლის წინათ შეეძლო, რომ ეს ყველაფერი გამოეძია და ასე შემდეგ. მაგრამ ხალხი ამას კი ამ პრეტენზიას კი არ ეუბნება და კი არ უყურებს ამას კრიტიკულად, რომ რა დროს კომისია, კაცო, მშიერი ვარ 12 წლის განმავლობაში. ვერც ბიზნესი დავიწყე, ვერაფერი, ყველგან არის რაღაც კლანური, ისევ კლანური სისტემაა. ანუ ამას კი არ ებრძვის. აი დაინახეს ეხლა რომ კომისიაში არ არის კარგი, ვთქვათ, კომისია რო შეიქმნა, აი ეხლა რო გაასამართლონ, გვიანია, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და ასე შემდეგ. კაცო, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ეგ როდესაც 10 წლის შემდეგ, 12 წლის შემდეგ რომ მშიერი ხარ და მე მოგიტანენ რაღაც და დიდ ფულს გაჩუქებენ, ეს ნამდვილად კარგია, მაგრამ როდესაც კომისია იქმნება და რაღაც საქმეებს იძიებს, რომელიც არაფრის მომტანია, არც თქვენთვის პირადად, არც თქვენი ოჯახისთვის პირადად. სამართლიანობა ამით ვერ აღდგება. სამართლიანობის აღდგენა კიდე სხვა პროცესია. ეს კი არ არის ის, რომ ჩვენ გავიხსენოთ, ვინ იყო დამნაშავე და დღეს მიუსაჯოთ. არა, ეს კი არ არის სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა არის ის, რომ შენ არა მხოლოდ დასჯი, არამედ იქ ქონების დაბრუნება, იქ აღდგენა სამსახურებში იმ ადამიანების, რომლებიც გაათავისუფლეს. თორე ჩვენ ადვილად დაგვავიწყდა პროკურორები, მოსამართლეები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ ნაციონალების სისტემას და გათავისუფლებულები იყვნენ, დღეს ეს გათავისუფლებულები არიან. და ის ვინც იმ პერიოდში დაუჩოქა ნაცმოძრაობას, დღესაც არიან თანამდებობებზე, იმიტომ რომ ამათაც დაუჩოქეს. თქვენ ამას უნდა ეწინააღმდეგობთ. ეგ არის სამართლიანობის აღდგენა. ამას თუ გამოასწორებთ, თორე ის კი არა მარტო გამოვიძიოთ, რომელმა პირველმა ისროლა გრადი და დაიწყო ომი, ან არ დაიწყო ომი. ეს ყველაფერი გასაგები ამას ისტორია განსაზღვრავს და დაждდით საბოლოო ჯამში. დღეს რა ვქნათ, ამას უყურეთ. ან ოპოზიციის მომხრეები რო არიან და აი იქ ასეთი უსამართლო პროცესია და ასე შემდეგ. უსამართლო პროცესი რო არის, თან ამბობთ რომ არალეგიტიმური ხელისუფლებაა, ამბობთ რომ არალეგიტიმური სასამართლოა და იმას უყურებთ და აძლიერებთ ისევ ამ შინაგან გრძნობას, რომ აი უსამართლოდ ვიღაცა დასაჯეს. გასაგებია რომ უსამართლოდ დაიჯება ვიღაცა. ნაცების დროს ისჯებოდა უსამართლოდ ამას ვებრძოდით ჩვენ, პატრიოტთა ალიანსი, წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლის წევრიც თქვენც იყავით, ბატონო გოჩა, ამას ვებრძოდით, ამას ვეწინააღმდეგებოდით, მაგრამ მივიღეთ გაუარესებულს ვერ ვიტყვი. ცოტა ტრანსფორმირებულ იგივე მდგომარეობას. ტრანსფორმირებულ. ქუჩაში რო არ ცხრილავენ, არ ნიშნავს, რომ მე ახლა უნდა მომწონდეს ის, რაც ხდება. ამიტომ ამ სამართლიანობას მე ეს ვფიქრობ, ბატონო გოჩა, რომ ადამიანები ცოტა სხვანაირად აღიქვავენ და უყურებენ და ბოლომდე არ ესმით, რას ნიშნავს სამართლიანობის, ბოლომდე სამართლიანობის აღდგენა. და შეუძლია თუ არა ხელისუფლებას, რომელმაც 70% მინიმუმ იმ ადამიანების დაიტოვა თავის წიაღში, რომლებიც ემსახურებოდნენ ნაცმოძრაობას, ამ ხელისუფლებასთან ერთად სამართლიანობის აღდგენა შეიძლება თუ არა. ხელისუფლებას, რომელიც უმადურია, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ იმ ხალხს, ვინც რეალურად მოიყვანა ხელისუფლებაში, მაქსიმალურად ამ ხალხის განადგურება გადაწყვიტა, ასეთი უმადურ ხელისუფლებას აქვს თუ არა იმის მორალური ან სხვა რაიმე უფლება, ან თუნდაც საშუალება, რომ აღადგინოს სამართლიანობა, ან სამართლიანობის აღდგენაზე საერთოდ ილაპარაკოს. აი გეთანხმებით და ქალბატონი რასაც ამბობდა და რასაც აი ჩვენც ვამბობთ, ხო? პიროვნებებში, იმ ადამიანებში, ამ მოქმედებებში ჩანს ყველაზე მთავარი რამ. სისტემა არ იცვლება.
შევარდნაძის თქვა მემკვიდრეობა როგორ იყო ხო ერთმა შეიძლება ვიღაცამ გითხრას რომ როგორ კაცო როგორ შეიძლება მემკვიდრე უწოდო სააკაშვილს შევარდნაძეს როცა მან ესა და ეს გააკეთა ესკნა ან როგორ შეიძლება ივანიშვილს უწოდო სააკაშვილის მემკვიდრე არა სწორედ ესეა იმიტომ რომ პრინციპი არ შეიცვალა ის ადამიანები რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ კარგად ემსახურებოდნენ რეჟიმს ამიტომ დაიტოვა შემდეგმაც ასევე დაიტოვა შემდეგმა რეჟიმმა უკვე ივანიშვილის რეჟიმმა ეს ადამიანები რომლებიც ასევე რეჟიმს კარგად ემსახურებოდნენ თორე ისინი ვინც წინააღმდეგობას უწევდნენ ის ადამიანები საშიშები არიან ის ადამიანები პოლიტიკიდან ის ადამიანები ნებისმიერი სივრციდან სადაც იყვნენ სტრუქტურებიდან სახელმწიფოდან მოშორებული იქნა ხო ანუ რეალურად გამოდის რომ თუ გვინდა რაღაცა შევცვალოთ სისტემა უნდა შეიცვალოს მიდგომა უნდა შეიცვალოს თორე ხლა ჩვენ მაგალითად რატომ არის ხო სასამართლო სისტემაზე როცა ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე რითი განსხვავდება სასამართლო სისტემა ძირითად პრინციპში რო ავიღოთ ლინჩის წესისგან იმით განსხვავდება რომ ლინჩის წესის დროს ადამიანები გამომდინარე ინფორმაციიდან რომელიც მათ აქვთ ჩათვალეს რომ ეს ადამიანი დასასჯელია მაგრამ სასამართლო არ გაძლევს ამის უფლებას იმიტომ შეიქმნა სასამართლო სისტემა რომელსაც თავისი წესები აქვს თუ იმ წესებში რაღაცა არასწორად არის მაშინ გამოდის რომ ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ რომ ასეთი წინასწარი შეგრძნება გქონდეს რომ დამნაშავე ადამიანი მაგრამ ვერ ამტკიცებს სასამართლო ანუ სასამართლოში უნდა იყოს სწორედ იმ წესებში აი ჩვენ დღევანდელ სიტუაციაში ვნახეთ რომ იმას წულუკიანის კომისიაზე არ მივიდა ადამიანი და ამავდროულად აღმოჩნდა რომ თვითონ მას აქვს პროცედურულად დარღვეული ანუ მისი მიმართვა როგორი უნდა ყოფილიყო ოქმი უნდა ყოფილიყო სასამართლოში ასეთივე ხდება როცა მაგალითად ჩხრეკა არასწორადაა ჩატარებული უკვე აზრი არა ეს არის სასამართლო და ამ დროს ადამიანების რასაც აი ამბობდი სწორედ გიორგი რომ განწყობა როგორია ჩვენ ხო ვიცით რომ ის დამნაშავეა და მე რა თუნდა ეხლა სასამართლოში თუნდაც ფორმალური მხარე შესრულება ხომ ვიცი რომ ოქრუაშვილი დამნაშავეა და ნაძირალაა და ამიტომ თუ დაირღვა რაღაცა არაუშავს და ასეთი მიდგომებია სწორედ რომ სისტემას ანგრევს რასაც სახელმწიფო უნდა იდგეს იმიტომ რომ შენ კი იცი რომ ადამიანი დამნაშავეა მაგრამ შენ თუ მტკიცებულებებს ვერ ქმნი ჯობია ის ადამიანი არ დაიჭირო ვიდრე იმ მიდგომებით შეიძლება უდანაშაულო ადამიანებიც აღმოჩნდნენ ციხეში რაც ჩვენ ვნახეთ სწორედ სააკაშვილის დროს ანუ თქვენ ამბობთ ბატონო გოჩე რომ ამ ხელისუფლებამ თავიდანვე იცოდა რომ ემოციური ფონი იმ ადამიანების მიმართ თქვა ნუ ხაზარაძე ოქრუაშვილი და ასე შემდეგ არის ძალიან ნეგატიური ამიტომ მათ მიმართ ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურის დარღვევა არ გამოიწვევს ხალხში რაღაც აჟიოტაჟს ხო უკმაყოფილებას კი და მაინც ჩათვლიან იმიტომ რომ სინამდვილეშიც მოდი ესე ავიღოთ მათ მართლა გასამართლება უნდათ არა მათ უნდათ ელემენტარულად სეირის დადგმა იმ ადამიანებისთვის რომლებსაც ალბათონმა სწორედ თავარი მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება რატომ იმიტომ რომ ამ ძალაუფლებაში ეს ადამიანები თავის კეთილდღეობას იწყობენ და სხვათა შორის საინტერესოა რომ დიდი ნაწილიც თქვათ იგივე ოპოზიციაში და ნებისმიერ სფეროში ხო მე ვამბობ ივანიშვილის გადასახედიდან თუ მათი მამოძრავებელი და мотиваცია არის ფულის შოვნა და ფულია მთავარი მიზანი ფული ამ შემთხვევაში მატერიალური კეთილდღეობას გულისხმობ თავის ყველაფერს შეიძლება პირდაპირ ფული არ იყოს მაშინ მათთან მე მართალი ვარ მაშინ მე თქვენ თუ მოგიგეთ მაშინ მე მართალი ვარ ამბობს ის ერთადერთი რასთანაც უხერხულობას გძნობს თუ კი ასეთ რამეს აწყდება როცა ხედავს რომ ადამიანებს არ აქვს ფულის мотиваცია ადამიანებს აი მაგალითად ჩვენ რასაც საუბრობთ სამართლიანობა ჩემთვის ბევრად უფრო მეტია ვიდრე ვთქვათ და სამართლიანობაში რა იგულისხმება რა შედეგი დადგა იმ სამართლიანობა მოიტანა და გაასწორა თუ არა ის უარყოფითი რაც იყო ასეთი მიდგომებით მათთვის ეს ადამიანები უხერხული ადამიანებია ასეთი ორგანიზაციები უხერხული ორგანიზაციებია ამიტომ ის მხოლოდ იმათ, ვისაც мотиваციაში ასევე მთავარი მათთვის არის სამოტივაციო ნაწილი ფულის შოვნა, იმიტომ რომ ხშირად შევხვდი რომ ადამიანებს რომლებიც ამბობენ რომ ნუ ახლა კი რაღაცა მოხდა, მაგრამ ამ ადამიანს რა ეკნა ოჯახს მშიერს ხوار დატოვებდა და ამართლებს ნებისმიერ საქციელს, ხო? ასეთ ადამიანებთან რასაკურველია ივანიშვილი მართალია, მაგრამ ვინც ასე არ ფიქრობს და საქართველოში უდიდესი ნაწილი, მე დარწმუნებული ვარ რომ უდიდესი ნაწილი მაინც თulis რომ არსებობს ის სამართლიანობა, რომელიც სამართლიანობაც ყველაზე მთავარია. იქ შეიძლება მართლაც არც ფული გქონდეს, შეიძლება არც ძალა გქონდეს, არც
გავლენა ქონდეს, მაგრამ მართალი ადამიანი იყო და ასეთი მართალი ადამიანია საშიში დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც და იქნება ეს მართალი ადამიანებმა ერთმანეთი მოუძებნოთ. იქნება რაღაცნაირად ფორმა შევქმნათ ამის და დავანახოთ, რასაც გიორგი შენ ამბობ, რომ ამ ხელისუფლებას თქვენ გონი არ ამოწმებს, სოციალურ ქსელებს ამოწმებს, ხედავს რეაქცია რა აქვს მის ნებისმიერ მოქმედებას და იქიდან გამომდინარე ხანდახან თავი შევიკავოთ და დავანახოთ რა რომ ჩვენც პატარა ბავშვებივით ემოციებით კი არ საზღვრავთ, არამედ პრაგმატულად საზღვრავთ ბევრ რამეს. ზარია შემოვიდა. ალო. დიახ, გისმენთ ხალბატონო, გამარჯობათ ისაუბრეთ. გამარჯობათ, აი რომელი ხართ, გოჩა ხართო, გიორგი. მე გიორგი ვარ. გოჩა და დაველაპარაკო. კი ბატონო, გისმენთ გოჩაც. ბატონო გოჩა. დიახ. აი მე მინდა რომ თქვენ დაველაპარაკოთ. ძალიან კარგი ადამიანი ხართ ორივე. მე მეგრელი ვარ, თქვენ ორივე და აი ამიტომ გეუბნებით. თქვენ თუ აი აქტიურეთ ესე იგი ვერ გავიგე გახარია თვალხარია არის ისამ ოპოზიცია და ჩავსიკლავ და პატრიოტია საერთოდ არ ახსენებთ რატომ ვერ გავიგე მეორე ბატონო ბოჩა მე ვიყურებდი თქვენ ბურჩოვაძესთან შეფთითი გველია და რამბავი დაგაგიეს ჯერ ერთი მერია თავრობაში არ ყოფილა აი გურგულიანი ტივებში თავში ის მაქსო სუსტი იყო მაშინ და რამდენჯერ დაასწრიანეს მიტინგებში ხო ასე არა ხოდამეთახმები დიახ 2013 წელს შეუერთდა და დანაშაული ჩაიდინა და რა ეკნა სააკაშვილმა გააგდო იმიტომ რომ ესი კაცი იყო და ამოუყარეს რა თქონდა მიშაზე ნაბაპარაკები და სამართლინო ოპოზიციის პარტია და გოჩა როგორ იდგა იმასთან მელიასთანო აი შეკაცო თელი სიცხლიანი ხალხი მურუსიძე გინდა ჩინჩანაძე გინდა თელი პროკურორები ყველანი ივანიშვილთან არიან და მელია რატო ხართ ეხლა დაბარებული მითხარ აი გეთიქებით აი ერთადერთ შვილს და შვილიშვილს რომ გაგიებული ვარ სულ არა მაგდავაფერი აი მელია პატიოსანი შეიძლება ემოციურია მაგრამ ყველას ჯობია ყველას რომ თავია ჩვენ ვართ რაცა ვართ და მე ვიცი მელიას ისენი აი თქვენ პარტიასთან ძალიან კარგი ბევრჯერ ნაცამი და ბევრჯერ გამანგრეს რამდენიმე პატრიოტი ალიანსი ესეთიოთა მაგრამ ძალიან უსიამოვნება მე მეგრელი ვარ და ვიცი გეფიცებით ერთადერთ შვილიშვილს და შვილი ჩვენ აი თქვენ დაიკავოთ სადავე თქვენ დადგეთ აუცილებლად არჩევნები უნდა ჩამატაროთ არა ისუსით, არა იპროპორობით, არა ამათი. ამაზე უნდა ვიბრძოლოთ, თქვენ უნდა ჩაერიოთ, თქვენ ბევრი ხალხი ხართ. აი გამოჩნდება. ვინ იქნება კოალიციაში? ეხლა დავით თარხან-მოურავი კაცი მეოთხეჯერ გირეკავს. ეს კაცი არის არაფერი ვითომ სადა აქ ოპოზიციაში ახსენებენ აქ პოზიციაში და გახარიათ, მოხარიათ უნდა ისევ მოსვლა. აი ეს გამაგებიდი ხალხო, კოალიცია უნდა შედგეს და თარხან-მოურავმა დაიკავოს ძალაუფლება ხელში. და მერია მეგონია წინამდები არ იქნება. აი მე ეს ვიცი. აი ეს იცოდე გოჩა. დიდი მადლობა. ბრძოლა მიდის იქა. კი. ამიტომ თქვენ თუ არ შეუერთდით, არაფერი არ მოხდება და ამიტომ არის თქვენზე არიან გადასულები ხოცები. კარგად იყავით და უნდა მოხვიდეთ აუცილებლად. კარგად ბრძანდებოდეთ. აი ხარეთ კალბატონო თქვენ ორჯერ გაუსვა ხაზი მეგრელობას და სხვებს რომ არ დარჩეთ რა ისეთი შტაბეჭდილება პასუხისგებლობაა მეტი. იმიტომ რომ კარგი მეგრელი კარგი ქართველია. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ სეპარატიზმი აი რა მეგრელი სვანს რატო усმევ ხას ქართლელი კახელი ჩვენ ხომ მთლიანად ქართველები ვართ. სინამდვილეში დავინახოთ ის რაც კალბატონმა თქვა პასუხისგებლობის მეტი ასე ვთქვათ მეტ სითხოვს და
აქედან გამომდინარე ამბობს და ამიტომ ამბობს მეც მეგრელი ვარ, თქვენც აგერ მეგრული ვარ, მიუხედავად ამისა შეიძლება ვიღაცას გაუშვდეს, რომ მე მეგრელ გახარიაზებთ რახეთ როგორ ლაპარაკობს, ხო? ანუ ეს მეგრელობაც მე ამას უსმევ ხას, მეტ პასუხისგებლობას ერთმანეთთან, საქართველოს წინაშე, სხვებთან წინაშე მეც გვაძლევს. მეტი ასე ვთქვათ, უფრო მეტი мотивация უნდა გააჩინო იმისთვის ქვეყანას ემსახურო. ამისთვის დიდი მადლობა და რაც ყველაზე მთავარია, რაც თქვენ გახსოვთ, ქალბატონო, მართლაც მელია სხვათა შორის ის, ვინც ვანო მენაბიშვილი, ვინც კეზერაშვილი პარტიიდან გააგდო, ვინც სააკაშვილს მართლაც პირდაპირ ეთერში პირდაპირ რომ ეჭიდავა და ელაპარაკა და ფაქტიურად გახსოვთ თქვენ ზუგდიდში როცა მედიოდა მას თავისი მეუღლის სანდრას დაყენება უნდა და უთხრა რომ რას ლაპარაკობ, მაგას ჯობია მე უკვე ვიცი რეალური სურათი რაც არის და ჯობია მაშინ მამამისზე მართლაც ისეთი საოცარი ადამიანი, ისეთი ექიმი და არა მარტო კარგი ექიმი, კარგი ადამიანია. მე ამას ოჯახს ვცემ პატივს და აქედან გამომდინარე, თუ ბევრ რაღაცას შეიძლება ვერ ვთანხმდებით ჩვენ რაღაცებს, ჩვეულებრივი რამეა ეს. პოლიტიკაში ჩვეულებრივად ესე ხდება, მაგრამ მე შეიძლება ოცნების წევრებიც რომ ხვდებიან, მე მეგობრები იქაც ამყავს კაცო. ჩვეულებრივი რამეა, ხელს ვართმევთ ერთმანეთს, მესალმებით ერთმანეთს და აი რასაც თქვენ ბრძანებთ, ეს ზრდილობის ამბავია, ადამიანური ურთიერთობის ამბავია. მტერი რომ მტერია და მტერს როცა ვამბობ, ქვეყნის შიგნით ჩვენ ერთმანეთთან კი ვართ დაპირისპირებაში მყოფი, მაგრამ ღმერთმა ნუქნას და უცხო მტერი რო შემოვიდეს, ჩვენ ხო თუ ნორმალური ადამიანები ვართ, ერთად უნდა დავდგეთ უცხო მტრის წინააღმდეგ, ხო? ეს არის ასე იყო მუდმივად და ასე გადარჩა, მარტო საქართველოს კი არა. მთელ მსოფლიოში ყველა სახელმწიფოში ესე იყო. ჩვენ არ უნდა გვეშლებოდეს იდეოლოგიური მტერი და ქვეყნის მტერი. კი ბატონო, აქ ჩვენ შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ესე, ხო? წინა ხელისუფლებაც ესე იყო, ეს ხელისუფლებაც ამასობს. თუ შენ იდეოლოგიურად დაპირისპირებული ხარ, ლამის ქვეყნის მტრის მიმაში გადაყვე ხარ, უკვე სტატუსს გაძლევს ესეც, რომ შენ თუ არ ეთანხმები არსებულ ხელისუფლებას სახელმწიფოს წინააღმდეგი გამოდიხარ, რაც სრული აბსურდია, სისულელეა, არ შეიძლება ასე არ განვითარდება სახელმწიფო და აქედან გამომდინარე, რასაკვირველია ჩვენ ვეცდებით და თქვენ მართალი ბრძანეთ იგივე თარხან მოურავზე როცა თქვით. ადამიანი რომელსაც ვინც არ იცნობს ის შემთხვევაში, მასზე უფრო მეტი არის ხოლმე საუბარი იქედან თუ რა პროპაგანდა მუშაობდა და რას ამბობდა, თორე ვინც იცნობს ამ ადამიანს და ვისაც თუნდაც 1 საათი მოусმენია ამ ადამიანისათვის, დაინახავთ რომ ამ ადამიანს პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა აქვს, როდესაც ის უდგება საქართველოს, როდესაც ის უდგება სახელმწიფოს, იმიტომ რომ შინაგანად აქვს ეს და ხშირ შემთხვევაში ის რაც ხდება ხოლმე საქილიკო, რომ მას თავისი შთამომავლებზე ვთქვათ, აი ამდენი ინფორმაცია აქვს და ადამიანებს, კაცო, ბაბუის სახელი რო არ ახსოვდა, ბაბუის მამას რა ერქვა, იმ ადამიანისთვის ასაკვირველია, ძნელად გასაგებია, რას ამბობს სინამდვილეში ადამიანი, რომელმაც ცხოვრება მოიტანა და აქვს ეს ფუფუნება, რომ მისი ისტორიაშია ჩაწერილი მისი მემკვიდრეები და ამეთი რას უსმევს ხას? ამეთი ხას სწორედ იმას უსმევს, რომ მთელ მის გვარს, მთელ მის მემკვიდრეობას პასუხისმგებლობით აქვს სახელმწიფოს წინაშე, საქართველოს წინაშე თავისი ცხოვრება გავლილი და აქედან გამომდინარე ცდილობს, რომ დაინახოს, სადაც ის დგას, რასაც ის აკეთებს, რა პასუხისგებლობა აქვს მას ქვეყნის წინაშე. და ჩვენ შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე ადამიანები, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში მოსული, მათ საერთოდ არ აქვთ გააზრებული, რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი პასუხისგებლობა. და ამიტომაც ადვილად სჩადიან იმ საქციელს, რომ ძალაუფლება გონიათ მხოლოდ და მხოლოდ კეთილდღეობის საწყისი და ერთადერთი შენ რომ ხელისუფლებაში ხარ, ძალაუფლება როცა გაქვს, ეს შენ უნდა გამოიყენო შენი ოჯახისთვის და არის ნაწილი ადამიანების, რომლებიც ესე საზღვრავენ, აბა რა მინისტრია და ფული არ უნდა იშოვოს, აბა რა ძალაუფლება ვის დაუთმია თავისით, კაცო, აბა რა უნდა შეძლოს და თუ საჭირო იქნება მსხვერპლის უნდა გაიღოს, იმიტომ რომ ძალაუფლების გამო არის ეს ყველაფერი რაც ხდება და ასეთი დამოკიდებულებით, რასაკვირველია ჩვენ არჩევანს როცა ქალბატონი ამბობდა, არჩევანს სწორეს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენი არჩევანის დამოკიდებული იქნება, რომ კი შეიძლება არჩევანი მინდა რაღაც კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს ფიქრობ და მე სიმპათიურება, მაგრამ ამ წუთას ჩემს ოჯახს ეხლა შია, ახლა ჩემს ოჯახს ფული ჭირდება, ჩემს ოჯახს რაღაც გარკვეული გაჭირვება აქვს და ვინც ამას მიკეთებს და მიკეთებს ამას ხელისუფლება. რა მნიშვნელობა აქვს ეს ხელისუფლება როგორია? იმ ხელისუფლების მხარეს ვარ და ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები იყვნენ მიშას მხარეს, ეხლა არიან ბიძინას მხარეს, ხვალე ვინც მოვა იმის მხარეს იქნებიან, იმიტომ რომ მათ არ აქვს სახელმწიფოებრივი პასუხისგებლობა და აი დანაშაული არ მინდაო გიორგიმ თქვა, მაგრამ სინამდვილეში თანამონაწილე ხო არიანო, ანუ თითოეული ჩვენგანი, თითოეული მოქალაქე თავისი ერთი ხმით
თანამონაწილე ხდება იმ პროცესებისა, რომელიც მე ქვეყანაში ხდება და ადვილად რო აკრიტიკებს ვიღაცას, ხო? მისი პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნო, რომ შენ რა ქენი ამისთვის. შენი ერთი ხმით როცა საშუალება მოგეცა იმისი, რომ ქვეყნის ბედი გადაგეწყვიტა, სწორი არჩევანი გააკეთე თუ არა და არის შეიძლება შეგეშალოს კიდევაც. ოღონდ ესეც უნდა იცოდე და შეგეძლოს, რომ შემეშალა თქვა. ელემენტარულად თქვა, რომ აი მე მართლა ხმა ამას მივეცი და ბევრი ადამიანი არის, რომელიც ამას ამბობს და მე პატივს ვცემ ამ ადამიანებს, რომ შემეშალა. მე მეგონა რომ სწორეს ვაკეთებ მაგრამ დღეს უკვე მე ამას ხვდები. ღმერთმა ქნას მე იმედი მაქვს, რომ ასეთი ადამიანები ბევრი იქნებიან. კი ბატონო, ზარია შემოუშთ. ისაუბრეთ. ბრძანეთ. დიახ, ისაუბრეთ, გამარჯობა. მოგესალმებით. ძალიან მეყოლი ტელევიზია და პროგრამოსნელი. მე ტელევიზიაში მასშტაბი და მე მოგწევი მაგდაბაშები და ერთი წამით გაჩერდით ჩვენ ძალიან ცუდად გვესმის თქვენი ხმაი ნაწყვეტ რაღაცას ვალაგებთ მაგრამ შინაარსობრივად ვერ გავიგებთ ჯგუფმაც იქნებ გაასწოროს და თქვენს ხო იქნება ყურმილი ისე დაიჭიროთ თქვენ რომ ძალიან ისე ვთქვათ ცოტა უფრო მეტად ხარისხიანი ინფორმაცია მივიღოთ აბა სწავლეთ ტელევიზიაში მოსვლა და მე პადრის ტელევიზიაში შეიძლება მისამართებად მე ვიყავი უცხო უცხოები და ეს ის მომენტი მაგ პრობლემები საკამათები და ჩვენი ნახმიდა შეფლება რომ მისამართებად ქალბატონო Facebook-ი გაქვთ მესენჯერი კი აი მესენჯერში სახელი და გვარით მომძებნეთ და მომწერეთ და მე თქვენ გეტყვით სად შეიძლება ჩვენი შეხვედრა და ბატონ გოჩას ნახვაც ასევე ლომია გიორგი ლომია ხო ინგლისურ ლათინურად აკრიფეთ და ჩემი სურათიც არის მან და მომწერეთ უბრალოდ მესენჯერში და მე თქვენ მე უკვე დაგაკვალიანებთ. გაითიშა. კი ბატონო. ანუ ჩვენ მე არაერთხელ მithქვამს რომ პარტიის წევრებთან, ობიექტივის ჟურნალისტებთანაც არანაირი პრობლემა არასოდეს არ იდგა რომ ვერ შევხვდით, შეხვედრა გვინდა და მე მგონი ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ყოველთვის ამბობდა რომ მოდით გელოდებით, მზად ვართ შეხვედრებისთვის, მზად ვართ ყველა კითხვაზე პასუხი გაგცეთ, თუ რამე პასუხი არა გვაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთად არ შეგვიძლია რაღაც სიმართლემდე მივიდეთ. ისე თუ შეიძლება გიორგი ერთი თემა მინდა, თუ რამე ისეთი არ გქონდა ამთავრის. ქალბატონმა ბრძანა არჩევნებთან დაკავშირებით და მე მაინტერესებს რას ფიქრობს ჩვენი მოსახლეობაც იმ შემთხვევაში თუ ოღონდ პირობებს იმას აქვთ. აი ხლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. მესმის რომ ჩვენ ვამბობთ რომ თუ კი გაყალბდა და გააყალბა იმან არჩევნო კომისიამ, ხელისუფლებამ, იმიტომ რომ მარტო კომისია ვერ გააყალბებს ამას, თუ რასაკვირველია მთლიანი სტრუქტურა არ არის ჩართული ამ სისტემაში. ასე იყო ყოველთვის, იმიტომ რომ შიგნიდან ვიცი ეს როგორ ხდება და მარტო კომისიას არ ძალუც ესე უჯრას გამოაღებს და რასაც უნდა დაწერს, ესე არ ხდება. აქ მთელი სისტემა ჩართული, უშიშროებიდან დაწყებული ყველა სახელმწიფო სტრუქტურა კოორდინაციაშია, როცა არჩევნები ყალბდება. და ასეთ შემთხვევაში მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამობენ, რა აზრი აქვს რა არჩევნებზე თქვა თუნდაც თვითმმართველობაში მონაწილეობის მიღებას, რადგანაც ფაქტიურად თუ იგივე შედეგი უნდა მივიღოთ, ხო? მაგრამ გამომდინარე იქიდან სწორედ რომ ხელისუფლება სერიოზული პრობლემები აქვს და პრობლემები აქვს თქვენ ხედავთ რომ დასავლეთთან ფაქტიურად შეიძლება ითქვას იზოლაციაშია ამერიკის შეერთებული შტატები რომელიც იმედიც ჰქონდათ იქაც ჩანს სიტუაცია როგორ მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე ამ ხელისუფლებას აუცილებლად ჭირდება რაღაც გარკვეული კომპრომისი და თუ ეს კომპრომისი იქნა საარჩევნო გარემოს შეცვლა და თუ კი ხელისუფლებასთან შეძლო ვთქვათ ოპოზიციამ თუნდაც ჩვენი სახით დანარჩენი ასე ვთქვათ პოლიტიკური ორგანიზაციები სადაც საერთო ინტერესი შეიძლება მოიძებნოს ეს არის სწორედ აი განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც არის ეს არის თამაშის წესები ხო ანუ საარჩევნო გარემო როგორი იქნება თუ კი ხელისუფლება დავსვით და საარჩევნო გარემო შევაცვლებინეთ ასეთ შემთხვევაში მე მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი თქვენ როგორ ფიქრობთ ღირს თუ არა რომ
მისი არ იყოს კავკასიურ ცარცესტრეში გაქვთ ხო ნანახი ბავშვს რომ იმაშვებიან აქეთ-იქიდან დედობას რო ორს აქვს პრეტენზია და მოსამართლემ და ხელს ვინც გაუშვებს საბოლოო ჯამში მართლა ის არის ხო იმიტომ რომ ხო არ გადაჭამდნენ ბავშვს ხო ჩვენც ასეთ სიტუაცია გვაქვს ქვეყანა იღუპება ასეთ სიტუაციაში აქეთ-იქით ქაჩვაში ჯერ მოდით ისინი დავფიქრდეთ იმიტომ რომ ქვეყანა იღუპება რას ნიშნავს თუ მართლა იზოლაციაში აღმოჩნდება დასავლეთის მხრიდან ეს ქვეყანა მაშინ ერთადერთი გზა ეს უნდა თუ არ უნდა ბიძინა ივანიშვილს მაშინ რუსეთი ჩინეთი და ის ქვეყნებია რომლებიც აღიარებენ მის ლეგიტიმაციას იმის გამო რომ მათ არა აქვთ ის პრობლემები რა პრობლემებიც აქვთ დასავლეთში ანუ როცა ხელისუფლების მართვაზეა ლაპარაკი და სხვათა შორის ოცნებას ამის იმედი ქონდა და ამბობს თუ კი სირიის ხელისუფლებას ელაპარაკება ამერიკის შეერთებული შტატები რომელიც გუშინ ტერორისტი იყო ჩვენ ახლა აცებ თლად ტერორისტები ხო არ ვარ ჩვენ რატო არ გველაპარაკება არა არა მხოლოდ ელაპარაკება ტრამპმა სანქციები მოუხსნა სირიას ხო ანუ ამას გულისხმობს რომ მათთან თუ კი შეიძლებაო ჩვენთან რატო არ აკეთებს ანუ თქვენ წარმოიდგინეთ ხო დაახლოებით როგორი მასში ვარ სიტუაციაში ხელისუფლება რას ხედავს როგორ აფასებს და თulis რომ ჩვენ იმათთან შედარებით ნაკლებათა ვართ ტერორისტები ნაკლებათა ვართ არადემოკრატები და ჩვენს დაგველაპარაკეთ ასეთ სიტუაციაში რახან არის ეს ხელისუფლება ეს ხომ არ ნიშნავს რომ მართლაც ჩვენც უყველამ გადავაყოლოთ და იმის ჯინაზე რომ რახან ეს ხელისუფლება არ არის დემოკრატიული რახან ამ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები რადგანაც მან ვერ მოიტანა კეთილდღეობა ვერ მოახდინა სამართლიანობის აღდგენა ამიტომ ჯანდაბას და უნდა რუსეთში წასულა უნდა ჩინეთში წასულა მე ამასთან ვინ ვამბობ ხო ის ვინც ვიძახდი რომ რუსეთთან აუცილებელია ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ურთიერთობაც ასევე აუცილებელია მაგრამ ეს არ ნიშნავს იმის ხარჯზე აუცილებელი რომ ჩვენ იმასთან დასავლეთთან ურთიერთობები საერთოდ ჩავკეტოთ იქით ამ ხარეს აღარაფერი აღარ გვაინტერესებს და იძულებული გავხდეთ იძულებით აღმოჩნდეთ იმ სივრცეში სადაც ჩვენ უნდა დავჯდარიყავით როგორც სუვერენული სახელმწიფო სადაც ჩვენ უნდა გველაპარაკა ჩვენი ინტერესების დაცვით სწორედ იმ სივრცეში რომელ სივრცეშიც ახლა მხოლოდ და მხოლოდ ეს სივრცე დაგჭა და მართლა მაინტერესებს თქვენი აზრით როგორ ფიქრობთ რომ აი შევაფასოთ ეს სიტუაცია არის თუ არა შანსი იმისა რომ ამ ხელისუფლებასთან de facto ხელისუფლებაა ცუდი ხელისუფლებაა მაგრამ მასთან აუცილებელია საუბარი მასთან აუცილებელია კომუნიკაცია იმისათვის რომ მივიღოთ ის შედეგი რომელიც სახელმწიფოს გადაარჩენს თუ მტკიცებულებითი ფორმა არა მე კითხვას ვამბობ აი მე თქვენ როგორ ფიქრობთ ღირს არ მაყურებელი როგორ ფიქრობს გაიგო მაყურებელმა კითხვა კი ბატონო ზარი ეთერში გისმენთ ისა გამარჯობა პირველი სერვისები მეფაობას ხელისუფლებასთან დაკავშირებით. როდეში ამ შეწყდება თუ ფაქტობრივად იდეა ხელისუფლებას ეს ყველაფერი. იმიტომ რომ დღევანდელი ხელისუფლება გამჭვალულია სწორედ და მიკროს და ისეთ ნაბიჯებიდან როგორც გამოცხადდა დღევანდელი პროცესია ყოველდღე ხატავს. ეს ვიცი. რეალური ოპოზიცია აიჭირება გქნით. სამაშოს ამ ნაწილით მარტო რომ საკუთარ ხამს არჩეულობენ პარტიას. ქვეყანა არის უკიდურეს გაჭირებაში და ქვეყანა არის უკიდურეს უბედურებში. წინაზე დავრეკე კონტენტ პროექტო ჩვენი სახელი იგათა ეროვნული მოვიყავ თავობაში ხალხს ხოლო ეს 30 წლიანი მარტოხელი ეუშო გადავაგდოთ სანადოზე პოლიტიკური მასხარები ავირჩიოთ იგათა ნორმალური უმოთხოვე და მიხვდეთ ქვეყანა ეროვნულად ეროვნულად მიხვდეთ ქვეყანას და გავაბრუნოთ ჩვენი გაქცეული ხალხი რომელიც გახიზნულია და გაპასახებულია ქვეყანა უშუალოდ ხალხო ეხოთები ქვეყანას მაგ ქვეყანა უშუალოდ რა აბსოლუტურია ქვეყანა ამინდოელები პაკისტანელები ეხა კონგოსთან მოაწერებელი ავღანეთთან მოაწერებელი სირიასთან მოაწერებელი όλო პასრო გაფრინიან აი მაინტერესებს რომელი ევროპულ ქვეყანასთან აკუვიდორები და აი ეს მიწვა მოხდა მალტა კოსტა-რიკა სირია ავღანეთი კონგო რაღაცა რაღაცა სალსაული მარხოვარი ქვეყანებია თურქეთთან მარტო ფული შეუნა ყوالარი არა ხალხი არა მიხედონ რა მიხედონ ყოველ ქვეყანას შეიძლება მიხედონ და უკრაინიან ინტირობას ქვეყნიდან გაიქცნენ მე ჩემ ქვეყანას მინდა ყურება არ გავიდა და მინდა ვანდა მოუკვდე მე რატო წავიდი ხوازა რატო წავიდი ემიგრაციაში ართალი გეთანხმებით ხო რა იმ კანტორის კიდევ ხო ხალხო ნუ ბარდი ხარ ხსნა გაქცევაში არ არის
ბრძოლაშია, ბრძოლაში, ერთიანობაში ნებისმიერი ტონი დამასწრე წევია. გარჩით იბრძოლოთ ერთად უკეთესი მომავლით. გაქცევის ხიარუსებოთ ემიგრაციის პოლონეთში და ყველა გერმანიის და ამერიკაში. აქ ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლით. ჩვენი ოჯახები, ჩვენი წინები, ჩვენი ქვეყნები. ჩვენ არ უნდა გვატაროთ საუნდტრაკი არ თვითინა ნიშავა პეტრე მასპალ არავის. ჩვენ უნდა უმანქოთ მთავრობა, მარტო საუბარია დოგმატი. ნუ გამიხარ ემიგრაციის ხალხო მეტი პროგრესი მეტი ორ სამსახურში მისაუბრა იმას ამისაკო საკუთარი ქვეყანა და ავიყარო ბაზია გავიწე აფგანში დამფიძოლეთ საკუთარი მომავლე ნუ ჩაუგდეთ ინდოელებს საუთილა გავიწე ქვეყანა გაიწო ამბიციები უჩვეულები გაიწო ქვეყანა ორმეთო ბელოსი თუკე ყველგან აღიყოფილა არ მომწიებებები ის გადაკანტე არავის ყველგან მონავა ყველგან ბიზურია ჩვენ უნდა სამწუხაროდ ის საკუთებული არ შეიძლება რა პანტონმა საერთოდ კარტოს ეტრაო თანერე ხორა მოიძ რადიო პოსტეილება ასე მოიძ კონტროლი ბატები ნუ ძუ ხალხო ეტრაოდი ნუ ჩამბეთმანე ნუ გარდი ხალხო კონას ნუ თავეთ ქრისტინას ნუ თავეთ მისა დაღუპე გაფუძეთ ხანა გაამკომიტეთ ხანა Banki dibuzonda mizide საკუთარ ქვეყანას მიხეთი საკუთარ მიზანს ხოჩეილება. გაიხარეთ შემოძმაო. გულის ტკივილი და ემოცია ეხლა ადამიანში ამისა მარნაცრებლებიც აღმოვიდა თვალიდან რა. ამ ადამიანმა ეხლა რაც თქვა, სწორედ ბზანი ეხლა ემოციური გამოსვლა იყო, მაგრამ ამ ადამიანმა რაც თქვა, ეს არის დღეს ის პრობლემა რეალურად რაც აწუხებს ქვეყანას, ხო? ანუ სერიოზული მიგრაცია და ემიგრანტების შემოსვლა საქართველოში, ოღონდ უკვე ემიგრანტები აღარ არიან, უკვე მოქალაქეობას იღებენ და ცხოვრობენ აქ და მოქალაქეები არიან, მაგრამ სხვადასხვა პლუს კიდე ამდენ ქვეყანას ფაქტურად გაუიოლეს შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ისეთი ქვეყნები, ანუ ძალიან რთული საკონტროლებელი ხალხია, რომელიც შემოვა იქიდან და ამის კონტროლის საშუალება ბუნებრივია ჩვენს ქვეყანას ეს კი არა თვითონ ევროპამაც კი განიცადა ეგ პრობლემა, როდესაც შემოუშვა ამდენი ტოლვილი ევროპაში, მე მიხვდა რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი უძლიერესი დაზვერვა ერთ-ერთი უძლიერესი სპეცსამსახურები ყავს გაერთიანებულ ევროპას, ვერ შეძლეს მათი სრული კონტროლი. ჩვენ გვახსოვს საფრანგეთში ტერაქტები, ჩვენ გვახსოვს ბელგიაში ტერაქტები და ასე შემდეგ, გერმანიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის რთული პროცესი, ბუნებრივია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ვერ გაუმკლავდება. ეს ან უნდა შეჩერდეს ან ჩვენ სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგებით. რატომ ხდება ეს და ვისი მოთხოვნით ხდება ეს და ასე შემდეგ, ამას ეხლა არ განვიხილავთ, თავი დავანებოთ, მაგრამ თქვენ რო ბრძანეთ, რომ ჩვენ არ შეიძლება თქვათ რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან ან სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა გქონდეს იმის ხარჯზე, რომ ჩვენ ევროპასთან და ამერიკასთან შევწყვიტოთ ურთიერთობა და ანალოგიურად ბუნებრივია მაყურებელმა არ იფიქროს, რომ ჩვენ ახლა პროდასავლური არა, ჩვენ ვართ ქართველები და საქართველოს ინტერესებს ვიცავთ. ანალოგიურად არ შეიძლება გქონდეს ჩვენ ურთიერთობა დასავლეთთან ევროპასთან იმის ხარჯზე, რომ რუსეთთან და ჩინეთთან არ გექნება ურთიერთობა. არა, ეს არ არის ქვეყნის ინტერესებში. ქვეყნის ინტერესი არის ყველასთან გამართოს კარგი ურთიერთობა, დაალაგოს ეს ურთიერთობა და მე გააგრძელოს ეკონომიკური იქნება ეს სოციალური არ აქვს მნიშვნელობა. სხვადასხვა ფორმის ურთიერთობა უნდა არსებობდეს ყველა ქვეყანასთან და რასაკვირველია, მათ შორის პირველ რიგში უნდა არსებობდეს მეზობელთან. თუ შენ მეზობელთან ვერ ალაგებ, მუდმივი პრობლემები გექნება არა მხოლოდ მეზობელთან, არამედ ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ ქვეყანა ყოველთვის გაყოფილი გეყოლება. და ჩვენ ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, რომ არ არის საჭირო ვიღაცასთან ურთიერთობის დაძაბვა იმის ხარჯზე, რომ ვიღაცასთან ურთიერთობა დაალაგო. და როდესაც მედროვე მოდის ხელისუფლებაში, აი მაშინ ის ფიქრობს, რომ ფული რო ვიშოვო, ამასთან უნდა დავალაგო ურთიერთობა. მე გადის პერიოდი, მე რაღაც უკვე ვეღარ ალაგებს ურთიერთობას და იმას ფიქრობს, ფული რომ შევინარჩუნო, ჯობია აქეთ ამ ხარეს გადავიდე და გადადის მე. მისთვის იდეოლოგია, ქვეყნის ინტერესი არაფერს არ წარმოადგენს. ზარალდება ვინ? ზარალდება ქვეყანა, ზარალდება ჩვენი მოსახლეობა. ზარია ეთერში შემოვშვით. გამოდივა ბატონები. მოგესალმებით. მისურვებთ წარმატებებს. გაიხარეთ, მადლობა.
ისაუბრე. დაახლოებით მედაგოჩა ანატოლებია. თქვენ ახალგაზრდა ხართ ბატონო გიორგი. აქტიურად მადლობა კომპლიმენტისთვის. 30 წელი აქტიურად მოხდეს. აი სულ ამბავშია ვაიუში დამესი დამატავე. შეიძლება ეროვნული მუზეუმიდან გერბილად წელანი. და როგორ ვიფიქრებდი რომ 97 წლის მერე შევადე დღეს ასე მდგომარეობაში ვიქნებოდი. 5 მილიონი ნახევარი ერიდან დღეს 1,300,000 ასიძახია ქართველები. სხვას ვენახავენ, მაგრამ ჯერ ჩემი მიყვარდა მერეც ვისვა. მოხალხეები არიან ყველა ციბატონო, მაგრამ თავარი რა არის იცი? ჩვენი ბრალი. აი საბამიანი რომელიც იკუს ახალ პოლიტიკაზე როცა მოდით ვაცალოთ ხელუყურმა უმაგიათაკეთებს დავიღალე ვაცალოთ ამის მომხრე იმის მომხრე შენი ქვეყნის მომხრე იყავი გადახედება შენი პირადობიდან მოგამოდი აპირადო ხვალე დაახა ქვეყანას დავყავ არაფერი არ მოგვარდა. შეიძლება ესეთი 10 რუსეთთან როიტყვიან დააიასნეს ჟარგონი, იქით არეული, აქ დაარეული, თქვენი მსოფლიო გიგების ხერსია და თქვენ წამოწოლილები გევარ და უყურეთ. უი ნაცრაქნა, იმარაქნა, იცი ბიმა რაცრაქნა, დაფაქსირებული იყო, მაგრამ შენ ასაკეთე. ჯარი ჩვენ არ არის, არაფერი არ არის. თავდაცვის უნარიანობა 0. ქართველი ადამიანი განუნებული. არ ვიცი, მეცმა ხელი მოგიმართოთ, ეგვერდევას ცუდი და დიდი. ერთად, გაიხარეთ. აი, საინტერესო რამე თქვა, სხვათა შორის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. და ვაცალოთ, როცა ამბობენ, აი ახალი ხელისუფლება რომ მოდის და რო ამბობ, რომ ბიჭო რაღაც არ მომეწონა რა ესა. აიც არა, ჯერ ეხლა მოვიდა ვაცალ. შენ საკუთარ საქმეში აცლი კაც ამის რო აფუჭებს. შენ საკუთარში არ აცლი. შენი ქვეყნის საქმე არ არის პირველივეზე რო ეტყვი, რომ შეცდომა მოგივიდა, მტერი კი არა ხარ. ამას იმიტომ ეუბნები, რომ სინამდვილეში ის შეცდომა ხვალე კიდე უფრო დიდ დანაშაულში გადაიზრდება და ამიტომ არის აუცილებელი, თუ მართლა კეთილი მსურველი ხარ, თუ მართლა გინდა რომ ნორმალურ ჯანსაღ ქვეყანაში ცხოვრობდე, სიტყვა ვაცალოთ ჩვენი ლექსიკონიდან უნდა ამოვაგდოთ, რა უნდა ვაცალოთ, კაცო? არ შეიძლება საკუთარ შვილს აცლი მას რაღაცას რო აფუჭებს და მოდი ვაცალოთ, აბა ერთი ამ შხამიან რაღაცა შეჭამს, მაგრამ მე ვაცალოთ, აბა არ უნდა აცალო, პირველივე შეცდომაზე უნდა უთხრა რომ მე მეორე ჩაიდინოს და ასევე რასაც თქვენ ბრძანებთ, რასაკვირველია დიდი გულის ტკივილია ის რაც მართლა აი მოყოლებული და ხშირად გვილაპარაკია აქ ამ სტუდიაში, ამ ტელევიზიაშიც რამდენჯერ რომ მე ვერ წარმოვიდგენდი მაშინ როდესაც იმ 80-იან წლებში, 80-იან წლების ბოლოს ცდილობდით იმას რომ ქვეყანა სუვერენული გამხდარიყო, ვერ წარმოვიდგენდი რომ როდესმე დადგებოდა ის პერიოდი რომ იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით ვიდრე საბჭოთა კავშირში ვიყავით. და აქ საუბარი იმაზე რომ ისა რა ქვია კი ეკონომიკურად გაჭირვება შეიძლება ყოფილიყო კი რაღაცა სოციალურად შეიძლება სტრუქტურები ვერ გამართულიყო მაგრამ ხომ თავისუფლებია ეს თავისუფლებაც აღარ არის არც მიშას დროიდან მოყოლებული თავისუფლების ხარისხი მე იმის მერე რო წავიდა რა ქვია იმაზე დაღმა მიმართულებით იმის მერე თავისუფლებაც კი სანატრელი გახდა ხო აღარ ლაპარაკობ ფაქტიურად რა შეიცვალა საბჭოთა კავშირის შემდეგ? აი მარტივად რო ვთქვა. ის რაც გაფუჭდა, საბოლოო ჯამში ამაზე არ ვსაუბრობ. ადამიანები იბრძოდნენ იმისათვის, რომ თავისუფლები ყოფილიყვნენ. ამ თავისუფლებაში ერთადერთი რაც კი შეიცვალა, უცხოეთში შეგიძლია წახვიდე. მორჩა. ხო, ეს არის. სხვა დანარჩენი, მე ახლა სხვა დანარჩენ რაღაცაში თავისუფლებას და ეგეც მე ვფიქრობ, რომ ამდენი სისხლის ფასად, ამდენი აი რა ფასით ჩვენ გადავიხადეთ, ამის გარეშეც ეს მოგვივიდოდა ისე თუ მაგრამ სინამდვილეს ჩვენ ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთეთ რომ მეტი უნდა ყოფილიყო ამ ქვეყანაში. აი მართლაც აგეუნებით გადახედავთ ხოლმე ხო ამ იმაში სტატისტიკასაც და უყურებთ. ხო ქვეყანაში ჩანს ხო ხა სტატისტიკა გეუნება რომ ეკონომიკურად თურმე ყველაფერი ვითარდება, რომ მართლა ციფრებით მართლა ჩანს ეს და ვითარდება, ოღონდ მთელი უბედურება იმაშია რომ ეს ციფრები სწორად მე აღარ ნაწილდება.
აღარ ნაწილდება და ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ არ ვიცი ხალხო, ამაზე მართლა ერთად გვაქვს ალაპარაკო. გასამართია საგადასახადო სისტემა, გასამართია თუნდაც ის, რა ქვია, ფასები როგორ მაშובה, რა ქვია, რეგულაცია როგორ უნდა მოხდეს ამათი. მე არ მეძახი საბჭოური იმის შემოტანა სოციალისტურის, მაგრამ ამის მექანიზმები არსებობს. გადასახადებში გულისხმობ მონოპოლიები, რომლებიც შუქზე, გაზზე, წყალზე 16 ჯერ ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი იმის. საოცარი 1600%-ით მეტია კომერციული გადასახადი წყლის ვიდრე ჩვეულებრივი 1600%-ით. წარმოდგენა გვაქვს რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? სად ცხოვრობთ? ამ პრობლემებზე აღარ გვჩება სალაპარაკო დრო, იმიტომ რომ მე მედის წნეხი ხო ესეკეთდება. ორი მხარეა წნეხისთვის საჭირო, ხო? ორი თუ არ არის წნეხი ისე არ შედგება. ამ ორივეს გვისრულებენ არსებულ სიტუაციაში ერთის მხრივ ის ლიბერალური ფრთა, არ ვიცი ეს გონიერებით, არ ვიცი უგუნურებით, მაგრამ შედეგი ესაა და მეორეს მხრივ ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების დაკარგვა ნამდვილად არ უნდა და ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ წნეხში მოგვაქციოს აი ეს მოსახლეობა, რომელიც ახლა აქვს ხედვართ, ლაპარაკობთ გულის ტკივილით, რამის ცრემლებამდე ამოსული გულის ტკივილით, ამ ყველაფერს, აი ვიცი, ღმერთმა გაგვაძლებინოს ერთად სულ ყველას და შეგვაძლებინოს ის, რომ ის რაც მიზნები გვაქვს და ნორმალური ქვეყანა გვინდა, ღმერთმა შეგვასრულებინოს. კეთილი. ჩვენი პირველი ნაწილის დრო ამოიწურა, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით დაახლოებით 10-15 წუთში და ჩვენ შემოგვიერთდება საფრანგეთიდან ჩვენი მეგობარი გიორგი პოპხაძე. დროებით მეგობრებო.